საჯარო ინფორმაციის დამალვა და მედიის ნაწილის კითხვების უპასუხოდ დატოვება თვითმმართველობებში ახალი რომ არ არის იცის საზოგადოებამ. თუმცა ბოლო თვეებია შემზღუდავი კანონების ფონზე ბევრი კარი ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ამ მხრივ გამონაკლისი არც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიებია. უკვე წესად აქციეს საჯარო ინფორმაციის დამალვა და ყველა საკითხის უკომენტაროდ დატოვება. ეს ხელისუფლება, როდესაც მოვიდა 2012 წელს, მაშინ მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამბობდნენ, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, ღია მედიასთან განსაკუთრებით ურთიერთობაში ვიქნებით გამჭვირვალეები, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩაკეტეს ყველა კარი და აღარც საჯარო ინფორმაციაზე გვცემენ პასუხს, რომელიც მათ კანონით აქვთ ვალდებულება, რომ გასცენ საჯარო ინფორმაცია 10 დღის ვადაში, თუ ეს 10 დღის ვადაც არის ის, რომ რაღაც ინფორმაცია მოძიებას საჭიროებს დამუშავებას, მაგრამ თუ გაქვს უკვე მზა ინფორმაცია, ეს ინფორმაცია უნდა გასცე ძალიან უახლოეს პერიოდში, მოკლე დროში და არა მთლიანად 10 დღე გამოიყენო, მაგრამ კარგი გამოიყენეს 10 დღეც, მაგრამ არანაირი ინფორმაცია ჩვენ პირადად არ მიგვიღია, როდესაც მთელი რიგი საკითხები მოვითხოვეთ, მათ შორის ისეთი ფაქტები, რომელიც გარკვეულ კორუფციულ ნიშნებს, საეჭვო გარემოებებს აჩენდა. ამაზე გქონდა ჩვენ წერილები გაგზავნილი ივლისის დასაწყისში, მაგრამ უკვე აგვისტოც დამთავრდა და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მას შემდეგ ჩვენ კიდევ ვაგზავნეთ წერილები, რომ განმარტება მაინც მოეცათ, თუ რის საფუძველზე არ ღვევენ კანონს და არ გვცემენ პასუხს. საჯარო ინფორმაციას რატომ არ გასცემენ? მე მარტო გორზე არ ვამბობ, ხაშური, ქარელი, კასპი, იგივე ანალოგიური სიტუაცია არის და ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა თქვა, რომ თქვენი წერილი მზად არის, უბრალოდ მერს არ სცალია, რომ დაამოწმოს და ხელი მოაწეროს, თორემ გამოგიგზავნით დღესვე. საჯარო ინფორმაციის გაცემა პრობლემურია დიდი ხანია უკვე, მაგრამ ამ ბოლო ხანებში არათუ პრობლემურია, საერთოდ უარს ამბობენ რაიმე სახის ინფორმაციის გაცემაზე, მაგალითად, მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითი, მოვითხოვეთ კორპუსების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, ეს ეხებოდა ყველანაირ დოკუმენტაციას, რაც დაკავშირებული იყო კორპუსებთან და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი წინადადება გახდა მერიისთვის პასუხი. ეს პასუხი იყო, რომ ქალაქში გაცემულია 13 კორპუსზე მშენებლობის ნებართვა. ხო? იმის იქით რა ხდება? უკვე გამოჩნდა 8 აგვისტოს, როცა ქალაქში გადაკეტეს წყალსადენი კორპუსის გამო. ჩვენ რომ ეს ინფორმაცია მანამდე გქონოდა, რომ მოვითხოვეთ რა პროცედურები მიმდინარეობს, მერია რას ითხოვს, დაუშვათ წყალმომარაგების კომპანია რას პასუხობს, ეს რომ გწოდნოდა, შესაძლებელია არ მომხდარიყო ის ამბავი. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაციის გაცემა იყოს კანონის ფარგლებში. რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ინფორმაციის დამალვა ეს არ არის მხოლოდ მედიის პრობლემა, ეს საზოგადოების ინფორმირების უფლების დარღვევაა, მათ კონკრეტული кейსები მოყავთ. გორის გარდა უფრო ძალიან რთული ვითარება კასპში საერთოდ პასუხს არ გცემენ, აქ თუ შეიძლება მოგწერონ და ერთი წინადადებით რაღაც პატარა ამბავი გადმოგვიგდონ. კასპში საერთოდ პასუხი არ გაგვცეს, იყო ერთი შემთხვევა, რომ მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას ნაკვეთში ააშენონ სახლი, იმ მიზეზით, რომ თითქოს კასპში მუშაობენ განაშენიანების გეგმაზე, შემდეგ მოვითხოვეთ, რომ დაედასტურებინათ ნამდვილად მუშაობენ თუ არა განაშენიანების გეგმაზე, ხო, რეალურად მიზეზს უსახელებენ, მაგრამ ჩვენ ეს მიზეზის გარკვევა ვცადეთ და საერთოდ პასუხი არ გაგვცეს. გამოდის, რომ რაღაც მოგონილი მიზეზით, აი ამ სიტუაციაში მოგონილი მიზეზით უარს ეუბნებიან მოქალაქეებს დახმარებაზე და მშენებლობის გაცემაზე. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ინფორმაციის დამალვა სულ უფრო რთული ხდება. დღეს უფრო მარტივია დოკუმენტებზე წვდომა, ინფორმაციის გადამოწმება და მისი გავრცელება, რაც ხელისუფლებისაგან მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს. ყველა მუნიციპალიტეტს ყავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი და ის არის ვალდებული, რომ უზრუნველყოს ამით 10 დღის ვადაში ინფორმაცია, რომელიც უნდა გასცეს, რომლის მოთხოვნაც არის, ეს არ ეხება პერსონალურ ინფორმაციას. მაგრამ უკვე ვხედავთ, როგორ ჩაკეტეს ყველაფერი, როგორ ცდილობენ, რომ საზოგადოება იზოლაციაში მოაქციონ, არ გასცენ ინფორმაცია, არ იცოდნენ მათ კონკრეტული დარღვევების შესახებ, მაგრამ
მინდა შევახსენო ყველას, რომ არ არის 37 წელი ახლა არის ტექნოლოგიების ეპოქა და ვერაფერს ვერ დამალავენ, ეს უბრალოდ დროის ამბავია, ყველაფერი იქნება დღის სინათლეზე გამოტანილი. ამ ყველაფრის ფონზე მუნიციპალიტეტები საკუთარ PR-ში სოლიდურ თანხას ხარჯავენ, ხოლო გორის მერიამ 2022 წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მიმართულებით ჯამში 1,75,373 ლარი დახარჯა.